სანიაღვრე წყლის კალაპოტი არის ამორტიზირებული. რამაც გამოიწვია სხვადასხვა დროს მასში ჩაყრილი ნაგავის დაგროვება და შემდეგ ეს წყალი შემოედინა სახლში და პირველი სართული მთლიანად დაგვიტბორა. მივმართეთ წერილობით. წერილზეც მომცენ პასუხი რასაკვირველია, მაგრამ წერილზე პასუხი იყო უარყოფითი, რომ 250 ლარამდე ჯდება ეს ყველაფერი მოტანა, აქა არა გვაქვსო და ამაზე არ არის თანხები ამ წელს გათვალისწინებული. ერთადერთი ჩვენი შესაძლებლობა ის არის, რომ ჩვენი ხელით ვიღებთ ამ ნაგავს, რომელიც ამ მილებშია გაჭედილი, ვიღებთ და ვალაგებთ აქვე, იმიტომ რომ სანაგვეც არ აქვენ სადმე მოწყობილი. პარკებით მიმაგდა პრიქა. ან თბილისში, ან კასპში. მეებჯერ მოხდა რომ ბავშვები აი ბანაობის დროს დაიწამნენ. რაღაცები გამონაყარი გამოვიდა. აგერა გოგეუნებით ბებია და შვილი მოიწამლა ორივე წყლით. ისე არის დაბინძურებული რომ მორწყვაც კი მე მგონი ის მორწყვაც კი საშიშია. ეს რომ არ უნდა ჩაყაროთ, თორე აი თუ დაგინახავთ ესა, მაგრამ ალტერნატივა რო არ არის შემოთავაზებული და ხალხმა აღარ იცის სად წაიღოს ეს ნაგავი, უკვე იძულებულია რომ აი გეცოდება. სოფლის ბოლოში რო გამოიყოს, არ არის თვითონ პრივატიზებულია ყველა მიწის ნაგავი. გეუბნე. ხევებში როგორ ჩაყრა. ადამ დინარი რაღაცა გამოვარდა და წაიღო. გავიტანთ საკითხს მაგალითად, თუ მოსახლეობამ დაგვიჭირა მწარი. კი ბატონო, 50 მოსახლეობებს კეთილმოწყობა მოგემსახურება. ურნებს დაუდგამთ, მანქანა ჩამოიღო.